ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკამელია გვერდება, ის იქნება ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარი. საღამომშვიდობის, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. როგორია პოლიტიკური დღის წესრიგი ნაციონალური მოძრაობის და იმ პარტიების, რომლებიც გაერთიანდა და მართავენ აქციას ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით? დღის წესრიგი არის იმდაგვარი, როგორცაც აწესებს ბატონი მაჩალიკაშვილი და ბატონი სარალიძე. ძალიან მარტივი მოცემულობაა. და თუკი თქვენ მეკითხებით, რას აკეთებენ პოლიტიკური პარტიები იქ, სადაც შვილმოკლული მამები აპროტესტებენ ვერაგულად მათე შვილების ყლელობას, მე გეუბნებით, რომ დიახ, ჩვენი ადგილი არის აქ. ყველა უკლები პოლიტიკური პარტიის, მთელი საზოგადოებისა და საზოგადოების ერთი ნაწილს წარმოადგენს პოლიტიკოსი. აქ უნდა იყოს ყველა უკლები პროფესიის ადამიანი, ყველა პოლიტიკური გემოვნების და ყველა რელიგიური წამსისა. დიახ, ხახნო, ვინმეს მართა ჯერ აი თქვენ მარტივად გეტყვით გიპასუხებთ. ეხლა აი დაახლოებით გავუსწრებთ წინ დროში თქვენს შეება პოტენციურ კითხვას. ზვიად კუპრავაზე ხშირად საუბრობთ ხოლმე, ხო, ბატონი სარალიძეს ოჯახის წევრს. ზვიად კუპრავა და ყველა კითხვას გავცემ მე ვფიქრობ პასუხს. ზვიად კუპრავა თქვენი პარტიის წევრია, თქვენი მხარდამჭერია. ბევრ რაღაცას ძალიან ბევრ რაღაცაზე გავცემ პასუხს. გასაგებია და თქვა პასუხის რეჟიმში წავიდა. ბატონი სარალიძე, როდესაც მოკლეს 1 დეკემბრიდან არის ზაზა სარალიძეს ოჯახის ადვოკატი. მეტიც გამოიძია ეს საქმეები და ამხილა ხელისუფლება დანაშაულში. 1 დეკემბერს წლების შემდეგ რომელიც ჭუალყოფელი წარმოიდგენდა ლევან რომ აქცია დაჭირდებოდა ზაზა სარალიძეს. ზვიად კუპრავა უამრავ სხვა დაზარალებულ ადამიანს ეხმარება იურიდიული დახმარებით, მაგრამ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და საზოგადოება მის საწინააღმდეგოდ გააერთიანა, იმიტომ რომ არაერთი მტკიცებულება იხილა საზოგადოებამ, როგორ გაყავდა ეს ესათუ მტკიცებულება, როგორ დააფარეს ხელი ამა თუ მაგალითად ანდროვისთვის და ბატონი მაჩალიკაშვილი იმ მდგომარეობამდე, აი დავასრულოთ უშევ იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, ორი შვილმოკლული მამა კარავში ცხოვრობს უკანასკნელი 4 დღის განმავლობაში. თქვენ ეხლა მართლაც ვინმე ფიქრობს ამ ქვეყანაში რომელიმე მათგანს სიამოვნებს რუსთაველის განძზე კარავში ცხოვრება? ბატონი ზვიად კუპრავა პირდაპირ ეთერში ისაუბრა, მე მაქვს კონკრეტული კითხვები თქვენს გეგმებთან დაკავშირებით და პროტესტთან დაკავშირებით, რომელიც უკვე არის პოლიტიკური, ხო? ხომ არ ფიქრობთ ის კითხვის ნიშნები, რომელიც გაჩნდა სწორედ იქედან გამომდინარე არსებობს, რომ აქტიურობს ნაციონალური მოძრაობა, ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული ზვიად კუპრავა ხელისუფლების გადადგომას ითხოვს და არა საქმის ობიექტურად გამოძიებას? არა, ერთი იმიტომ რომ დღითი დღე მიდის მხილება ხელისუფლებისა და დანაშაულის დაფარვაში. აი აქ ზედ რუსთაველზე პრაქტიკულად სასამართლო მოუწევს საზოგადოება. და მტკიცებულებებით ეს ყველაფერი, ისე უბრალოდ არა, მტკიცებულებებით, ხანძო რაზე ვსაუბრობ. ეს ის შემთხვევარი, სადაც ვერცეთ შვილმოკლულ მამას მანიპულაციის, ასე ვთქვათ, მანიპულაციის მექანიზმის ვერავინ თელს დუნიაზე თავს ვერ მოახვევს. მათ ურჩევნიათ სახში განსაკუთრებულად იყვნენ საკუთარ ოჯახებში და მათი მოკლული შვილების სახელის უტანსაყოფად ყველაფერი გააკეთონ, მაგრამ თავად ისმეთ მათ საჯარო განცხადებებს, ხო? მათი საჯარო განცხადებები გასაგებია ჩვენ ზაზა სარალიძეს და ყველა დაზარალებულს უცხადებს სოლიდარობას, რომელიც საერთოდ პრაქტიკულად ბატონი მაჩალიკაშვილი 2 თვის წინ მას შემდეგ რაც მას შვილი ლოგინში ძინარე მოუკლეს, ხო? მე მახსოვს მისი განცხადება ძალიან კაფე და კონკრეტული. მე არ მჭირდება არცერთი პოლიტიკური პარტია და მას ძალიან დიდი იმედი ჰქონდა რომ ხელისუფლება გამოიძიებდა. მე მახსოვს ეს განცხადება. და რა გააკეთა ხელისუფლებამ აიძულა ადამიანი პანკისი და ჩამოსულიყო და კარაში ცხოვრობს ეს. რაზე ვსაუბრობ? მე მოთხოვნები გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის გეგმა რა არის? ის რომ ხელისუფლება ფიქრობს რომ ამ ნაციონალური მოძრაობის გეგმა არის ის, რაც შეიძლება იყოს ყველა ღირსეული საზოგადოების წევრის გეგმა. ყველანი ვუდგევართ გვერდში ამ ორ ტრაგიკულ ადამიანს, დიახაც, ხახნო. და თქვენ მოისმინეთ განცხადება ბატონი ზაზა სარალიძის. ბატონი პირიკაშვილი ხვალ უნდა შეხვდეს
ბატონ ზაზა სარალიძეს სხვადასხვა ოპოზიციის წარმომადგენელთა და სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენელთან ერთად. ბატონ კვირიკაშვილს ხშირად უყვარს ხაზგასმა, რომ იგი ყველას პრემიერ-მინისტრია და არა მხოლოდ ქართული ოცნების აქტივისტების, ხო? დიახაც, ეს ერთგვარი ჟესტი არის საორგანიზაციო, ასე ვთქვათ, აქციის ორგანიზატორებისა და საორგანიზაციო საბჭოს წევრებისა. ჩვენი თვითმიზანი არ გახავთ რუსთაველის გამზირი იყოს გადაკეტილი. თუმცა თქვენმა ოპონენტებმა გადაკეტილი იყოს, ნაცვლად გადაკეტილი იყოს. განსხვავებით მაგალითად იმ ოპოზიციისა, მაშინ რომელიც ხელისუფლებაშია, რუსთაველის გამზირს კეტავდნენ, იმიტომ რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა მაშინდელ ხელისუფლებას და კი ბატონო, ესეც ლეგიტიმური იყო და სამი თვე ჰქონდათ გადაკეტილი რუსთაველის გამზირი და ორი ადამიანი სხვებთან ერთად თქვენ იხილეთ ხო რამდენი ბატონონიკა დავიგე და ჩვენ ვაშუქებთ აქციას. აშუაშია. თქვენმა ოპონენტმა ცოტა ხნის თქვა და მინდა რომ ამას უპასუხოთ. მძევლად აიყვანეს ზაზა სარალიძე ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა. ალეკ ველისაშვილმა გააკეთა ეს განცხადება ჩვენს ეთერში. მათ იძნეს რევოლუციის სურნელი და ძალიან სამწუხაროა. მე არ მომისმენია ეს განცხადება, მაგრამ ალეკ ველისაშვილმა თუ მსგავსი განცხადება გააკეთა. მსგავსი არა, ციტირებ მე ამ განცხადებას. ალეკ ველისაშვილი დიახაც აი აქ იდგა, სადაც მე ვარ, მახსოვს და საუბრობდა რომ პოლიტიზირებულია პროცესი, პოლიტიკოსები არიან და ასე რასაკეთებდა აქ ისე საუბრობდა როგორც მე საუბრობ, ხო აქციიდან. ნაციონალურ მოძრაობას მძევლად ყავს აყვანილი ზაზა სარალიძე ხახნო? პოლიტიკური მიზნები. უნამუსო არის ის ადამიანი, ვინც ამას ერთი იტყვის და მეორე ამას დაიჯერებს. ძალიან მარტივია ეს. არ მომისმენია, მაგრამ ალეკ ველისაშვილმა ეს თუ თქვა, ну აი მართლაც აიყვანა ზაზა სარალიძე ნაციონალურმა არ მინდა რომ დავიჯერო პირდაპირ გეტყვით. რამძელ ყველა ღირსეული საზოგადოების წევრი მოვიდეს ბატონი ალეკ ველისაშვილი დადგეს აქ. ალეკ ველისაშვილი ამბობს რომ აქციაში იღებს მონაწილეობას, თუმცა მისი იქ დგომა ნიშნავს რომ სოლიდარობას უცხადებს ზაზა სარალიძეს და მას არა აქვს ამ შემთხვევაში იმ პოლიტიკურ გუნდთან ერთობა. თქვენ რასიზმი, თქვენი ოჯახის წევრი რომ დაეხრითათ ლოგინში 18 წლის რასიზმით ხახნო? იგივეს არ გააკეთებთ, რასაც აკეთებთ ხა ბატონი მაჩალიკაშვილი და ბატონი სარალიძე. რას გააკეთებთ? ბატონიკა, თქვენ უხერხულობას არ გიქვით განცხადებები, რაც კეთდება? უხერხულობას არ გიქვით განცხადებები, როდესაც ზაზა სარალიძე თავის მართლება, ის არ არის რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული. ბატონო, ზაზა სარალიძე უწევს ახსნა განმარტებების გაკეთება. თქვენი მეშვეობით და თქვენი მეცადინეობით გენაცვალე. თქვენი მეცადინეობით, იმიტომ რომ უხერხულ და არაობიექტურ და ხშირად ზნეობისგან დაცულ და მორალისგან დაცულ კითხვებს უსმენთ. ადამიანს აყენებთ იმ მდგომარეობაში, რომ თავი იმართლა. კარგით, როლანდ ახალაია როდგას აქციაზე. როლანდ ახალაია როდგას აქციაზე. ესეც არ გიქვით ადამიანს აბრალებენ, გადახედეთ, აბრალებენ ნაციონალური მოძრაობის წევრობას. რაღაცა 2017 წლის ძველი Facebook ასე თქვა გვერდიდან ამოაგდეს ისმიე გაზიარებული ერთ-ერთი პოსტი, სადაც მას გაუზიარებია მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ლოგო თუ ავწდები და აი ხო გითხარით ეს დეტალები არ მაინტერესებს. საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას ვცდილობ, რომელსაც კითხვები აქვს. მაგალითად, როდესაც უსამართლობაზე საუბრობ და როლანდ ახალაიას აქციაზე როლანდ ახალაიას აქციაზე და წინა რეჟიმის დროს, როდესაც ადამიანებს ხოცავდნენ გირგლიანი, რობაქიძე და ასე შემდეგ, ეს არ გიქმნით უხერხულობას? მე გითხარით, ძალიან ხშირად უხერხულობას იცით რა მიქმნის? დიახაც მიქმნიდა ძალიან ბევრი რამ უხერხულობას, მაშინ როდესაც პოლიტიკაში მე არ ვიყავ ეს ერთი და ვაპროტესტებდი ზუსტად ისევე, როგორც დღეს ვაპროტესტებ. დიახაც ზუსტად ისევე, როგორც დღეს ვაპროტესტებ. თქვენ გირგლიანის დედის გვერდით იდექით აქციაზე? მაშინ როდესაც მე სტუდენტი ვიყავი და ეს არაერთხელ მithქვამს, მაგრამ კიდევ ერთხელ პასუხობ, ხახტო, უხერხულობას იცით რა მიქმნის? როდესაც დღევანდელი ხელისუფლება მურუსიძეს აკრიტიკებდა და აპროტესტებდა, ჩინჩალაძეს აკრიტიკებდა და აპროტესტებდა და ასე შემდეგ და ამ ხელისუფლებას ეს ადამიანები დააწინაურა. აი ეს კი ნამდვილად უხერხული არის. ის ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებაში ამ ადამიანებს ებრძოდნენ და სამართლიანად, ხშირ შემთხვევაში ვინმე თუ მანიპულირებდა დაღუპული ადამიანებით, სამწუხაროდ ეს ადამიანები იყვნენ რამდენიმე არ მინდა საკუთარ გვარებით ჩამოთვალო. ამიტომ მე ვარ დავათქვევი თუ შეიძლება ბოლოს ვიტყვი. მე ძალიან კარგად მახსოვს თბილისში, როგორ დაუპირისპირდა 90-იან წლებში თბილისის ერთი ნაწილი მოსახლეობისა მეორესი და საქართველოს მოედო ასე თქვათ ეს სენი. მაშინაც კი
გაყოფილი იყო აზრი და ერთი ჯგუფი, რომელიც ვიღაც ლეგიტიმურად არჩევა, მაგალითად პრეზიდენტს ავტომატს ესროდა, ამართლებდნენ და პირიქით. ასეთი ადამიანების მოიძებნებიან დღეს, რომლებიც დღეს აკრიტიკებენ შვილმოკლულ მამას, რომ ის რახან ითხოვს დახმარებას აბსოლუტურად ყველა სუბიექტისგან, მათ შორის პოლიტიკოსებისგან. ამაშას ადამიანი არ ყოფილა ღირსეული. არ მგონია რომ ზაზას არალიძეს აკრიტიკებდნენ პროტესტის გამო. ფიზიკურად გაუსწორდნენ ვაკის პარკში ხელი კრეს და ომბუდსმენს სიტყვერი შეუახლოვა მიიღეს. ფიზიკურად არ გაუსწორდნენ ზაზას არალიძეს. მოდი ძალიან კარგად ვნახეს კადრები როგორ კრეს ხელი და ბატონიკა ისაუბრა რომ უხერხული კეთები დაუსვეს და პრაქტიკულად სასამართლო მოუწყვეტ. თქვენ თავად ბურუსიკეს და ჩინჩავის გადაცემაში რომ მართლა ძალადობას ყოველთვის შეუძლებს დროინდელი ძალოვანი სტრუქტურის მინისტრები ხართ ქართულ ოცნებაში ხელისუფლებაში, მაგრამ არც მაშინ მეუხერხულებოდა ბრძოლა, როდესაც სტუდენტი ვიყავი და დღევანდელი ოპოზიცია იყო ხელისუფლებაში. ანტისამთავრობო აქციებში გამოსვლისა და მით უმეტეს ეხლა არ მეუხერხულება კი პირდაპირ ვალდებულებაა ჩემი. დიახაც, ყველას ვერ მოვთხოვთ რომ ერთი და სწორი ჩემისათვის სტანდარტით იმჟელოს. თქვენ აღნიშნეთ ეს არის კონკრეტული ტრაგედია. თქვენ აღნიშნეთ ცოტა ხნის წინ რომ წინა ხელისუფლების დროსაც გმოვდით ძალადობას და დღესაც არ გეუხერხულებათ, აი მართლა, არ გეუხერხულებათ. თქვენ მოიწვიეთ ზაზა სარალიძის შვილმოკლული მამა და უთხარით რუსთავი 2 და ნაციონალური მოძრაობა ხო არ გიყენებთ თქვენ? არ შეგცვა ახალგაზრდა კაცი ბრძანდები, არ შეგცვა და ეს კითხვა რომ დაუსვით. არ შეგცვა, არ გაჯიჭდა ის ზარვი ხარდო. და ეს კითხვა დამახინჯებულად რაც ამ ადამიანებს მე და თქვენ რომ საუბრობთ აი ამ კარავში შევიდეს თქვენი კამერა და კითხოს ბატონ მაჩალიკაშვილს რატომ არის რუსთაველის გამზირზე რა ჩამოიყვანა ჩამოიყვანა იგი რუსთაველის გასაგებია აგრესია მაგრამ კითხვა ლეგიტიმური ეძინა შეუვარდნენ ავტომატით მოუკლეს მე დააბრალეს ბატონიკა თქვენ საუბრობთ და მე არ მაცლით კითხვის დასმის შესაძლებლობას დღეს სახალხო დამცველმა თქვა ოპოზიციამაც განაცხადა და თქვენ საუბრობთ ჩემს კითხვაზე რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო მე დავსვი კითხვა საზოგადოების ნაწილი ამბობს რომ ხომ არ იყენებს ნაციონალური მოძრაობა და პარტიული ტელევიზია რუსთავი 2 თქვენს ამ მდგომარეობას აკეთებს ამაზე უნდა აკეთებდეთ ოპოზიცია ეს ერთ-ერთი კითხვა იყო და ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, ნუ გამაგიჟეთ მართლა რა. ფაქტო, სანამ მათთან გადატენენ რუსთაველის გამზირს არ დაინახავთ. ვერ დაწმუნდებით, რომ ხალხში წარმოუდგენელი უკმაყოფილებაა? დასაჯო ხო ამ ყველები და ვინ უშლის ხელს დასაჯო და ეს ხალხი როგორც ერთი ისე ადგებოდა თავს სახში ვინ უშლის გახდა პოლიტიკური, გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები იმ კითხვის გამო, რომელსაც არა პოლიტიზირებული პოლიტიკური როგორ არ არის? ხახნო, მომისმინეთ ქვეყანაში და თქვი და გავიმეორებ, არის ძალიან ბევრი პარტია. ფლობსები 200-ზე მეტი. აქედან ერთ-ერთი პარტია არის ხელისუფლებაში. პარტიის წევრები არიან ხელისუფლებაში, პარტიის წევრები. პარტიის თავმჯდომარე არის ბიზინა ივანიშვილი, კვირიკაშვილი, კალაძე, გენერალური დივანი წევრები, პოლიტიკოსები არიან, ხახნო. და თქვენ რას მეუბნებით, რომ ესე იგი პოლიტიკოსებმა და ერთმა პარტიამ დაჩაგროს რიგითი მოქალაქე, მაგრამ სხვა პოლიტიკოსებმა არა მე მაგას არ გეუბნებით. უბრალოდ თაყური ვადები, ამას სად არის ლოგიკა? როლანდ ახალაია იყო აქციაზე, როლანდ ახალაია იყო აქციაზე. არც ამან არ შეგიქნათ დღეს უხერხულობა. აი ხა როგორ გეტყვა რა მე და რა თუ იყო მე არ ვიცი თუ იყო რა. რას მე არ ცხენი ამ ახალგაზრდა კაცი ხარ მართლა რა ბატონიკა რასაც ჩაგძახებენ ის არ უნდა ამოვზახოთ ბატონიკა ზვიად კუპრავას რიტორიკით მესაუბრების ძალიან კარგად იცით მე ჩამძახებსანა ისის მესმის რომ ქართული ოცნების პრესამსახურის წარმომადგენელი იყავით ხომ იყავით ქართული ოცნების პრესამსახურის წარმომადგენელი მიფასუხეთ მე ჩემზე ამბობ იყავით ქართული ოცნების პარტია ქართული არა იყავით დიახ არა მე არ ვიყავი არ ყოფილიყავით აი ამ სიმართლით იარეთ არა ბატონიკა მე შემიძლია გითხრა ძალიან მოკლედ ჩემი ბიოგრაფია იწყება ინტერნეტ ტელევიზია ITV-დან რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს დაგვართვით და შემდგომ აი ძალიან მარტივი მოთხოვნა არის წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნებრივი არის საზოგადოებაში წრომას ვერ გააკაცნებს აი მსგავსი ბატონიკა ცილისწამება და დეზინფორმაცია რომელიც თქვენი მხრიდან ისმის მე პარტიაში არასდროს არ მიმუშავია კარგი მაშინ არასოდეს პარტიაში არ მიმუშავია მსგავს ფუნქციას როგორცაც უნდა ასრულებდეს ქართული ოცნების პრესამსახურის წარმომადგენელი მადლობა თქვენ და იმედია რომ არ მოახდეთ მანიპულირებას იმ ვითარებით რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი მადლობა არ არის სახუმარო ვითარება ნიკა მელია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი